ჩანს? თამაშგარეში ხო არ ვარ, ბიჭო? ეს რა გოლი გაუუქმეს კვარას, კაცო. რა იყო? რანაირი თამაშგარე იყო? არა და რა მაგარი გოლი გაიტა, ერთადერთი ვინც შეძლო გოლის გატანა. ხო, კარგი, რა? ეს? მერე? კი ბატონო? კი, ევერტონი, კი. კი ბატონო. სწორი არგუმენტია. მერე? ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი რო პლეი-ოფში გასვლაზე 7-1-ს მოიგებს, ერთხელ იმის მაისური კი უნდა ჩაიცვა. თან ეინდჰოვენს მოუგო, ლუდოგორეც ხო არა. კარგი. განვაგრძო? ალისონ ბეკერ. ალისონ ბეკერ, შენ შეგც ვალოს მამარდამ მალე. აი ახლა უკვე თამამად მოგესალმებით მეგობრებო. აი ახლა ვფიქრობ, ვერ ვიხსენებ, როდის უფრო მეტად ვიყვირე. ყვარამ რო ის სუპერ გოლი გაიტანა, მაშინ თუ ეს გოლი რო გააუქმა ვარმა მაშინ. აი ნახე, ვერ ვიხსენებ. ისე ვინც ეს ვარი მოიგონა, მე იმის ბიჭო, მაინც იგებს რეალი ამ ლიგას. და ხვიჩას გოლი მაინც არ გაუქმდებოდა. ყოფილიყო რა. რეალი ვახსენე და მადრიდელებმა თანაქალაქელი ატლეტიკო დაამარცხა მინიმალური სხვაობით. ფაკ პერეს. რაც შეეხება არსენალს, როგორც მოგახსენეთ, 7-1 გაანადგურა PSV ეინდჰოვენი. საოცარ ფორმაში არიან მეთობეები, მე იმედი მაქვს ასე გააგრძელებს და შემდეგ ტურში მადრიდის ატლეტიკოსაც გამოაგდებს. ხო, კარგი, ხო, რეალის ფანებო, დააწყნარდით. კარგი, არ მაქვს პრობლემა. შემდეგ ტურში მადრიდის რეალს გამოაგდებს. რა იყო? შემდეგ მერვედფინალზე გადავიდეთ, ბარსელონამ დაამარცხა ბენფიკა გასვლაზე, თან 10 კაცით, რატომ ამბობ ასე მშვიდად? რა ვიცი, აბა, გადავეჩვიე იმის თქმას, ბარსელონამ მერვედფინალში მოიგო. ალისონის არ იყოს, ბარსას მეკარემ ვოიცეხს ჩესნიმაც საოცარი თამაში ჩაატარა ძმაო, 8 სეივი შეასრულა, ვოიცეხ ძმა, შენ მასე გააგრძელე და მოწიე რამდენი წელი. ერთი შენი ჩი, აგერ ექიმი კაცი გეუბნები. მოწიე ძმაო, ეკი არა, ჩემპიონთა ლიგის თასს რო აიღებ. აი ხა, რო აიღებ ჩემს, ის გადააკეთე ჩილიმად. და ურტყი ნაპასები მაგის დედაცვატი. გადავიდეთ სხვა თემებზე. დიდი ხანია არ მქონია ყვითელი სპორტული ამბები და აჰა, დადგა დრო, გადავხედოთ რა ხდება ამ სფეროში. იკერ კასილიასის ყოფილმა გერლფრენდმა, პორნოვარსკვლავმა კლაუდიო ბაველამ განაცხადა, რომ იკერ კასილიასთან გატარებული საღამოს შემდეგ დაურეკა ლუიშ ფიგუმ და მასთან მისვლა სთხოვა, რაზეც ქალბატონმა ბაველამ უარი განაცხადა. ხედავ ლუიშ ფიგუ, ხალატი პორნოვარსკვლავებსაც არ შევია. შენ რაკენი გადაპორნოვარსკვლავდი ბარსადან რეალში. ვინ არის ახლა პორნოვარსკვლავი? პაველა თუ შენ? აქვე ვთქვათ კრისტიანო რონალდუს ერთ-ერთ ინტერვიუზე, სადაც მან დაასახელა მსოფლიოში გამორჩეული ორი ფეხბურთელი. კიჭა რონალდო და რონალდინიო. მართალია მათზე მეტი ტიტული მე მოვიგეო, მაგრამ ისინი მაინც ჩემი კერპები არიანო. ნუ ალბათ საუკეთესო მცველი რო გკითხო ახლა, რონალდ კუმანი იქნება. ხო, იმიტომ რონალდზე და როლანდზე გიждდება ეგ. ხოლო საუკეთესო ნახევარმცველი რონალდებური იქნება. რო გითხო მაგას, ხო, რა იყო? მესისაც იტყო და გონიათ არ იტყო და ან კრისტიანო ან რონალდი რო ერქვას მესის, ამასაც იტყო და ეგ კი არა, რო გითხო საუკეთესო ქართველი მსახიობი ვინ არისო? როლანდ ოქროპირიძეო გეტყვის. მოგვიახლოვდა სანაკრებო პაუზა. მოვიკითხოთ ჩვენი ძმა როლანდ ოქროპირიძე. მოგვიახლოვდა სანაკრებო პაუზა, მოგეხსენებათ ამ თვეში სომხეთთან ორი მატჩი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ბილეთები მთლიანად გაწყდა. გაიყიდა არ ქვია ამას, გაწყდა. ოღონდ ცოტა წუწუნით, რა ამბავია 100 ლარიო.
პრინციპში ჩვენთვის ეს ფასი არასაერთოდ არ გაზრდილა. ვინც ვერ ვასწრებდით ყიდვას, გადამყიდველებში ხომ მაინც ასლარს ვიხდიდით, ხო და ახლა ეს გადამყიდველები მოტეხეს რა. მაგარი ამბები გვაქვს რაგბი ევროპის ტურნირიდან, რომელსაც წელს კიდევ ერთხელ მოვიგებთ. 2 მარტს ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს შევხვდით და 43-5 დავამარცხეთ. სხვათა შორის შარშანად ზუსტად 2 მარტს შევხვდით და 43-5 დავამარცხეთ. ხო და ჩვენო მეგობარო რუმინელებო, ჩვენო უსაყვარლესო ხალხო, გაისად კიდევ რომ მოგიწევთ თამაში, აღარ ჩამოხვიდეთ, ჩვენ ძალიან მშვიდად ძველ ჩანაწერს გავუშვებთ. უბრალოდ კომენტატორს გამოვცვლით, მაინც. ხო და ხარჯებსაც დაგაზოგინებთ თქვენ, ნარიყალა ნანახი გაქვთ. ქაბაბი ნაჭამი გაქვთ, ხინკალი ნაჭამი გაქვთ, ხაჭაპური ნაჭამი გაქვთ. ახლა მე ცისფერ გალერეაში ნამყოფი ხართ. ხო და რაღაცო ჩამოდიხართ რა. ხო და დავშვიდით, აი დაზოგეთ ეს ფული ჩადეთ საბავშვო რაგბში და განავითარეთ. ისე რამაგრები ვართ ეს ქართველები რა. ამდენი წელია კაცო დრაკულას ქვეყნის სისხლსა ვსვავთ. ძიუდოდანაც გვაქვს კარგი ამბები. ახალგაზრდული ევროპის თასი გათამაშდა ქალაქ მალაგაში, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ხალხო 9 მედალი აიღო. 9 მედალი ჩამოიტანეს ახალგაზრდებმა. ირაკლი ქავთარაშვილმა და ლუკა ქარელიშვილმა ბრინჯაოები აიღეს. ლუკა თევდორაძემ და გიორგი ბენდელიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ზურაბ ჭელიძემ, ლუკა ჯავახიშვილმა, ნოდარ ალაფიშვილმა და თამას ბიგანიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. შესაბამისად, 1 წუთი მე შევდივარ წინადადებით დღეიდან ქალაქ მალაგას ვუწოდოთ მალაგაი. გილოცავთ ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ, აუცილებლად უნდა გამოვყო 90 კილოგრამამდე წონით კატეგორია. სადაც კვარცხლბეკზე 4-ვე ქართველი იდგა ხალხო. მოკლედ ამ 90 კილოგრამიან კატეგორიაში ბადალი არ გვყავს რა. არც დიდებში, არც ახალგაზრდებში. რაღაცნაირად, აი, ჩვენი იდენტობის წონაა რა. ამიტომ სრულიად სამართლიანად მოვითხოვ ვიკიპედიაში რომ შეხვალ და დაკლიკავ საქართველოს. იქ რომ წერია საქართველო, სახელმწიფო მოწყობა, საპარლამენტო რესპუბლიკა, დედაქალაქი თბილისი, სახელმწიფო ენა ქართული, იქვე მიეწეროს რა, სახელმწიფო წონა 90 კილოგრამი. აქვე კიდევ ერთხელ ახალგაზრდულ წარმატებაზე ვთქვათ, გოგონათა ნაკრები წარმატებით ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე, 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური იარაღით სროლის გუნდურ შეჯიბრში ჩემპიონები გავხდით ხალხო. აი ხო ხედავთ? არა, აი ხომ ძნელია ეხლა ეს? მოვიდა სტუმრად ნინო სალუქვაძე, მოიცალა სულ რაღაც 40 წუთი, წარმატებამაც არ დააყრუნა. ძალიან მარტივია ხალხო, ძალიან მარტივია, აურა მაქვს ისეთი აქ რო სულ ჩემპიონები ხდებიან. სხვათა შორის გუნდურში 3-ვე მსროლელი მარიამია. მარიამ აბრამიშვილი, მარიამ ფროდიაშვილი და მარიამ მარშავა. ნახეთ რა მაგრად დაალაგდა. ჩვენ ქვეყანაში 4 გია ხომ ღერის? ღერის. 3 მარიამით ყუისროლაშია ჩემპიონი, 2 ლაშა ოლიმპიადას იგებს, 1 ოთარა სვავს ამ ყველაფერზე. ბოლოს არ შეიძლება ლებრონ ჯეიმსი არ ვახსენო ხალხო. ესე იგი, ნიუ ორლეანსთან დაპირისპირების წინ მას ჰქონდა დაგროვებული 49999 ქულა. გააკეთა 35 ქულა პელინკანსთან და რა მოხდა? გადააჭარბა 50000-იან ნიშნულს. გულოცავთ ლებრონს, არ არის ეს კაცი ნორმალური. რა გავაკეთო? მოკლედ აპლოდისმენტები ლებრონ ჯეიმს, ეს უნდა გვეხსენებინა. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი პანამის არხი, სანამ იმას მიუერთებია. და იქ ნახავთ გელაია კორძაძე რო 50000 ქულას კი არა. ოთარ სანაგვე მომიწიე, ვერ ვხედავ კამფეტის ხაღალდი მაქვს ჩასაგდები. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. ასევე ჩვენი მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდია იმყოფება. ახლა რაც შეეხება სტუმარს, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ისეთი სტუმარი მყავს, რომ წესი თვითონ უნდა გამოაცხადოს რა. აი თვითონ უფრო მაგრა გამოვა. გამას წამყვანი გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი.
გამარჯობა. ნახე, არ მოგეწონა, ისე რა გამოცხადება იყო, ხო? არ იყო, ხო, კაი გამოცხადება. არა, რატო? ყველაფერს თავის ადგილი და იერია. ხო. მადლობა რომ მოხვედი, მადლობა, ძალიან ისეთი საინტერესო ადამიანი ხარ, საინტერესო პიროვნება ხარ, ქართულ სპორტში საოცრად. მადლობა. საოცრად და ძალიან უცებ შემოაბიჯე. ყველას მალევე მოაწონე თავი, მათ შორის ჩვენს ყველას. და ეხლა მითხრა ამ შენ გამოცხადებებზე ბევრი იშრომე თუ იმენა გქონდა და მე გამოიყენე. არა, შრომით ბუნებრივია უფრო რა. ანუ მესი ხარ. რაღაც დონეზე შეიძლება. შეიძლება ითქვას. ანუ გამოცხადებების მესი ხარ რა, ბუნებრივი ნიჭი. ბექგრაუნდი სხვა, უფრო ბიზნესურ ივენთებიდან მაქვს, უძრავქონების ღონისძიებებს ვატარებდი და ასე შემდეგ და იქ ყოველთვის რაღაც აი როგორც მგელი გალიაში ეგრევე ჯექი რაღაც. აჰა, უძრავი ქონების ღონისძიებებზე აი რისი გამოცხადება გიწევდა? ვერ ვიყვირებდი რა. აი უბრალოდ ბიზნეს პროგრამა მიყავდა და ასე შემდეგ. ბინებს ყიდიდი? არა, არ ყიდიდი, უბრალოდ გამოფენებს ვაწყობდი და ბიზნეს პროგრამა და გასაგებია. ბინადრობა და ასე შემდეგ და იცი რომ ადამიანებს გონიათ რომ ცხოვრებაშიც ასე ლაპარაკო? ესე? ხო. კი, ლაპარაკობ, მაგრამ ხა სულ არა, რაღაც მომენტებში. შენთვის ეს გამა პირველი შეხება იყო სპორტთან? თუ მანამდეც ქონდა რამე? სპორტი ჩემი. წაკვრა. იცი რა, აი სპორტი როგორც ასეთი ბევრია, ყველაფერი რაც ორთაბრძოლას ეხება, თითქმის ყველაფერი მაგასთან საშენოა. ძალიან ახლო ურთიერთობა და დიდი სიყვარული. ჭიდაობა, გრეპლინგი, დარტყმა, წიხლი, ხელი, ფეხი, კრივი, თავის კიკბოქსინგიც. კი ბატონო. ანუ ორთაბრძოლები გევასება. ორთაბრძოლები ჩემია და ბავშვობიდანვე. შენ თვითონ ხო არ გივლია რამე სპორტში? კი, როგორ არა, ბავშვობი, აი 1994 წელს, როცა ჩემი ოჯახი გაიხიზნა ომის მერე რუსეთში. ეგ ხშირად მიწევდა ჩხუბი. და დააჩემა კარატეზე შემიყვანა და მე მივყევი და ანუ შენ მოჩხუბარი აპასნი კაცი ხარ რა. ბავშვობაში აცხადებდი ხოლმე რაღაცეებს? არა. უფრო ესე ყვიროდი ხოლმე რა ჩემს. შენთვის ყვიროდი ძალიან მაგარია. ეს გამა მაგარი რაღაცაა რა, ნაღდი ქალაქური ჩხუბები, ბევრი ხალხით ეს გამოიგონეს ხო? ხო. რინგი საბურავებით მოწყობილი. ერთი ის მინდა რა ქვია, რაღაცა თხოვნა მაქვს შენთან რა, კაი ზიმნებს ვერ დამითრევ. ეს უკვე აი როგორი წერულვაშიანი გადაობა, იცი. ხო არა, მე მართლა მინდა ბავშვები მყავს, სასაყვანი მყავს ბაკურიანში და მართლა მინდა რა, წერულვაშიანია თუ რა რადიუსის გინდა? 17. გამოიარე ქსანისორში. ანუ ყველა მაგას გეუბნება ხოლმე, ხო? მოდი ახლა პატარა თამაში გავაკეთოთ. შენი ტრადიციული გამოცხადების მანერით რაღაც ფრაზები რომ გაიმეორო, რომელსაც მე გეტყვი. ოკეი. ვარკეთილი ბოლო გაჩერება გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები. ვარკეთილი! ბოლო გაჩერება! გაათავისუფლოთ ვაგონები! ძალიან მაგარია. ორი კაციც და გავიდა, ქუთაისი, წინა ადგილებია დარჩენილი. ორი კაციც და გავიდა. ქუთაისი! და ბოლო რა იყო? წინა ადგილებია დარჩენილი. ხოლო წინა ადგილებია დარჩენილი ბიჭო! ჭრიდა ვიბარებ რადიატორებს. რადიატორებს ჭრიდა ვიბარე! ძალიან მაგარია. აბა აი მაგმანერით როგორ წარმოგიდგენია თამადა ხარ და სიძე დედოფალი დალოცე. რა ვიცი ახლა. მე მგონი არაშესაფერი არაშესაფერი გინებას დაიშლება. მე ძალიან მაინტერესებს, კარგი. ქორწილში ჩხუბი მოხდება. კარგი, ქორწილისთვის გადავდოთ ეგ ამბავი. მე ძალიან მაინტერესებს ზედმეტსახელების ამბავი. თქვენ არ ქმევთ ხოლმე ხშირად თუ თავისით გეუბნება. აი მე პიტბული მყავდა მაგალითად თუმრად. პიტბულმა თავისით მოიგონა. აი ესე თავიდან მე თითქმის და იძულების წესით ვნერგავდი ამ სახელებს.
ერთი მიზეზი ის არის, რომ სახელები, რეალური სახელები ცუდად მომახსოვრდება ძალიან. მართლა? ფიადვილებდი საქმე. შენ იადვილებ. თქვენ თვითონ არ ქმევთ სახელებს? ნუ, ბევრს მე შევთავაზე, ვარქმევ ხა, ნუ, ისე ხო არა. აი, მაგალითად პიტბული იმინას საჩუქარი. პიტბული მინდა ვიყო. ბულტერიერიც ისეთია. ბულტერიერი არ ყოლია. პირველი პიტბულის ბრძოლა იყო მგელთან. მგელთან. აუ, ერთი ძაღლის ჯიში გამახსენდა. ეგეთი სახელი რო ვიღაცამ აიღოს. ინკების პერუანული ორქიდეა. ვერ მიხდება რომ ძაღლის ჯიში. დედას მიცავარ ეგეთი ძაღლის ჯიში, აი დაგუგლე და ნახე. ინკების პერუანული ორქიდეა. ან მაგალითად ჩიხუახუა. თავის დრო ჩიხუახუა, აუ ერთხელ. მაგრამ შენ ჩიხუახუა ეძახე და იცი რა ჩათლახი ძაღლებია. პიტბულზე აგრესიული. არ უწყობს. ჩემ ახლობელს ყავს და ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზ რაუნები და თან კანკალებს. ხელა ზიზღია. ბიჭო, მეკითხე, ამას ეხა მეუთხარი, მეკაჩავება თუ ცივა ამ ჩემიცა. ორივე. იცი რა არის, თავიდან ეს პიტბული, მგელი და მე რავი, დათვი, არწივი და ყველაფერი წამოვიდა, მეთქი ზოოპარკი ხო არ არის, აუგზავნა, რაღაც ცოტა მეთქი. ძალიან მაგარია. გავაღრმა რაღაც უშიშარი და უშიშარი. რაღაც ქარიშხალი და ესეთ სახელები წამოვიდა. აჰა, კარგია. ქარიშხალი კარგია. ჰარიკეინი. მივესალმებით. ძალიან მაგარია. ჰარიკეინი კი არა, ჰარიკეინი ერთად ქარიშხალია. კი ბატონო. ხო, NHL-ში არის ჰოკეის გუნდი. კაროლინა ჰარიკეინს სხვათა შორის არ არის ცუდი გუნდი. ჩვენ ქარცივაძე ყავდა ეგეთი მებრძოლი, ქარცივაძე როგორი ჟღერადი გვარია და მაგას დავარქვით ქარიშხალი. ქარიშხალი. თან შესაფერისად ჩხუბობს. ძალიან მაგარია. აი მე მაგალითად ახლა ჩემთვის აღადროს ჩხუბია, ჩემცემას რა უნდა, მაგრამ ხო, მაგრამ რაღაც ჩემ კატეგორიაში ჩემნაირი რო გამოვიდეს. დედა რას საშინელი სანახავი იქნება. აი მე ზალას ჩხუბი თუ ნახე, რატო? ხო. ხალხმა ისი ამოვიდა. ხალხი ისი ამოვიდა ხალხი. კი ბატონო. ისეთი შემრჩიეთ რომ მოვიგო. ზალა. აი მაგალითად ჭინჭილა. ოთარ ჭინჭილა ტატიშვილი. ხო ესეც ვითომ ხო არაფერი ჭინჭილა, არა და მიდი აბა დალიე. რა რთული დასალევია. ხო, რთულია და ისეთია, მრავალმხრივი სასმისია და განსხვავებულია და მეც ეგეთი მებრძოლი ვიქნებოდი. კრეატიული, განსხვავებული და ჭინჭილა. ძალიან მაგარია. აი მაგ ზედმეტ სახელიდან გამომდინარე, მეტოხეც უნდა შემირჩიოთ, მაგ რაღაც ჭინჭილას რა მოუხდება. ქვევრი, რა ვიცი. ქვევრი, ოციანი. ოციანი, მაგალითად ვინმე გელა ოციანი კორძაძე. ჭადი და ყველი, ძალიან მაგარია. შენი ფავორიტი მებრძოლები თუ ყავს? ბევრი მყავს, თუმცა აი ძნელია რა, თან იყო ორგანიზატორი, თან რაღაც გულით ან ყოველთვის გიწევს გამიჯვნა რა, ეხა ხო. ბოლო ადამიანი ხარ და ვიღაცასთან ვიღაცისადმი მეტი სიმპათია გაქვს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. თუმცა, რავი, ესე სისტემურად, ასე ვთქვათ, უფრო მიყვარნან ის მებრძოლები, ვინც თავიდანვე მოყვებიან. ჯერ ხალხშიც რო არ იყო გამას სახელი გავარდნილი, მაგრამ ამ ბიჭებმა დაიჯერეს ჩვენ. ზოგადად როგორ წამოვიდა ეს გამა? ეს რომ ახსენდება, ჭაღარა მემატება. ესე იგი შევკრიბეთ, გიგას იცნობთ ხო, ჩემს პარტნიორს კუხალაშვილს. კი. შევკრიბეთ ბიჭებია, რაღაც პატარა არხი 7000-იანი ყავდა რა, გვქონდა YouTube-ში და გამოვაცხადეთ, რომ ასეთ თემას ვაპირებთ რა, შიშველი მუშტები, რაღაც ასე შემდეგ, ქართულ ტრადიციას ვაღორძინებთ და მოვიდნენ ბიჭები 1-20 კაცი მოვიდა და ფული არ გვაქვს. ანუ ამის საკეთებლად კი არა, ჩვენ თავის არჩენი ფული არ გვქონდა მაგრამ საქმისთვის კი არა. ფული არა გვაქვს. საერთოდ არა გვაქვს ფული.
და ძივართ და უხსნით რომ აი ნუ მაგარი თემა იქნება რა პერსპექტივებზე ვსაუბრობ უფრო მე და გიგა უცბად რაღაც გაფსიხდა რაღაც მომენტში და არა ჩეო გრან-პრი იქნება და 5000-იანი პრიზი იქნება გრან-პრის მოგებულზეო და კიდე ოქროს ბეჭედი და რავი აუშენა კოშკები და მე მეთქი გიგა იქნებ რაღაცა არ ვიცი და მე იქნებ რატო პირდებით ამდენს როცა რო გავიდნენ უკვე რა გაფითრებული ზიო მეთქი საიდან რა 5000 რა ოქროს ბეჭდები რა კოშკებს პირდები ხალხს და ბიჭო ეხლა всё რა უკან გზა აღარ გვაქვს რამენაირად უნდა ვიშოვოთ გამოვიდა იმოქმედა გამოვიდა შესაძლებელი არის თუ არა რომ თქვენგან ვინმე მოხვდეს UFC-ში ყველაფერი შესაძლებელია თვალიშვილიც ხო ჩვენთან ჩხუბობდა როდი ჩხუბობდა არა რაღაცა ძალიან მოკლე ფეხატყვილი იყო ხო აქვე რომ მოკვდა ისეთი ტყვილი იცი რა ნუ ეხლა როგორც სპორტი განსხვავდება ჩვენ მუშტიკრივი ვართ ანუ BKFC-სთან უფრო დაახლოებული წესები გვაქვს bare knuckle boxing championship ვიდრე MMA თუმცა ბევრი MMA-ის მებრძოლიც ჩვენთან ჩხუბობს და ჩხუბობდა, ეხლაც ჩხუბობს, იჩხუბებენ კიდევაც და ნუ ყველაფერი შესაძლოა, თუმცა ესეთი პირდაპირი გზა არ არის ეს ხო. რაც კონტრაქტი არ გვაქვს UFC-სთან დადებული, რომ ამან კარგად ისე თქვენთან მიღებული გამოცდილება წესით უნდა გამოუადგეს, ხო? კი. ჩვენთან ნუ აი ბევრი ეს გარედან რო უყურებს მით უმეტეს ეკრანიდან ბევრი გამოცდილი სპორტსმენიც ეს ხო ქორწილის ჩხუბები არისო, მაგრამ რო შემოუტოპიათ გამას აკრიშკებში ფეხი სულ სხვა აზრზე გასულა. ისა მე სად არის ჩემი ბიჭი მეც მინდა რა წვლილი შევიტანო თუ შეიძლება დამას განვითარებაში. აი აქ თუ შეიძლება მადლობა. აგერ იყოს და გამოგადგებათ რა. აი დაახლოებით აი ზომები მინდა ოღონდ ზიმნები რა. რა მანქანით დადიხარ? ბაკურიაში ვერ ახო. არა, ეს ლისია. მელოტია. მე მინდა კარგი პროტექტორები. მოთხოვნა როგორია? ბევრი მსურველი არის? კი. რო იჩუბოს? პირდაპირ გეტყვი რომ ვერ ვაკმაყოფილებთ ბაზარს. აი ეს ტერმინოლოგიას გავაკეთებ. თვეში ყოველ თვე ვატარებთ. მაგის გარდა სპარინგებს ვატარებთ და ნუ აი რავი ეხლა აი მაყურებლისთვის ხო? ხა 8-9 ჩხუბი არის ოპტიმალური რომ არც დაიღალოს და დაიმუხტოს რა, მაგრამ გვიწევს 12 და 15 ჩაგვიტარებია და შემდეგ ივენთზე 12 ბრძოლაა ჩანიშნული. ისიც აიმიტომ რომ უბრალოდ ეს მაგარი მებრძოლები ვინც ყავს, ისიც ყველა ვერ ჩავსვით ქარტში, რომ ვაჩხუბოთ, თორე აი ძალიან დიდხანს უწევთ ბიჭებს პაუზების აღება და რავი, მე იმედი მაქვს რომ შევძლებთ გავახშიროთ ეს თემა. რის მიხედვით აი რის მიხედვით შეიძლება რომ მოხდეს რამე რა უნდა გარაგზა უნდა გაიაროს რომ გამას მებრძოლი გახდეს უნდა აი ხა მე მოვინდომე ბოდიში გაწყვეტინებ აი მე მოვინდომე ახლა რომ აი ხვალიდან მინდა ესე ხო არ არის კი რატომაც არა თუ მზად ხარ ფიზიკური არა ვიხუმრე პირველად არის ჩემ ცხოვრებაში რომ ეგრევე დამტახვდა ვიღაც რატომ ნუ ხვალვე ვერ გაჩხუბებ მაგრამ შენ სიტყვაზე მითხარ რომ აი გიორგი ჩხუბი მინდა დაგარეგისტრირებთ ჩვენი ვებგვერდი შეიძლება დარეგისტრირება GAMA-FC.j მონაწილეობის მიღება იქ უბრალო ანკეტას შევსება ხდება სპარინგებს სისტემატიურად არ ვნიშნავთ შეძლების დაგვარვა მინიმუმ თვეში ერთხელ ნიშნება ხანდახან უფრო ხშირადაც და ვურეკავთ ყველას ვინც დარეგისტრირდა თავარია იყოს ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში რომ 3 რაუნდი იჩხუბოს ოღონდ რა ეხლა
აუცმა დავიღალე პროსტა და აი რინგზე მაგრა ჩავატარებ არა. არა, ხო, გასაგებია. იქ სპარინგებზე იბრძვის, თუ მოგვეწონა მისი ბრძოლა და არა მარტო ბრძოლაც, რაღაც ქარიზმაც უნდა გააჩნდეს მებრძოლს, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მარტო სპორტი არ არის, დიდ ნაწილად შოუც არის და ყველა მებრძოლის მოყვება თავის აუდიტორია, რომელიც ჩვენს აუდიტორიას ამდიდრებს. ამიტომ, მაქსიმალურად საინტერესო პიროვნება უნდა იყოს და მარტო ერთი რო იყოს, ეგეც არა საკმარისი, მაქსიმალურად საინტერესო პიროვნება და მაქსიმალურად ძლიერი მებრძოლი უნდა იყოს. ხო, საშუალებას აძლევთ ყველას. ნაღდი ვაშკაცი უნდა იყოს. თუმცა აი, ეხლა შეგირჩევო რომ მითხარი, კი ხუმრობა იყო, მაგრამ ამ ხუმრობაში რაღაც სიმართლეც არის. არჩევთ ხო? ვინ ვისთან უნდა იჩხუბოს? არ ყოფილა ხო. მართლა შემირჩევთ. შენი სურვილის მართლა ეხა ჩვენ შეგვიძლია გარკვეულ გამონაკლისი გაგვიკეთებია, წოდებული ჰაიპური ბრძოლები გაგვიკეთებია, ზალა რომ ახსენე, ასევე აი პრაიმ ხაუსელი დეაბადი ვაჩხუბეთ. აჰა, ცირკში. ცირკში აჩხუბეთ? ბატონო, მაგარი ცირკი იყო. და ზოგადად ასეთ ჰაიპურ ბრძოლებს ვაკეთებთ შიგადაში ხოლმე. ვინაიდან აი მუშტიკრივი რა, ისტორიულად ისეთი თემა იყო სახალხო. და ეს იერი გვინდა გვეჭიროს რა, რომ რეალურად ხალხისთვის შეიქმნა და აი მაქსიმალურად ხალხთან დაახლოვებულები ვართ. YouTube-ით შესანიშნავი საშუალებაა, რომ კავშირი გავიგოთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სახალხო დარჩეს რა რაღაც. მე უფრო კაი ამბავი მოვიფიქრე ჩვენი თანამშრომლობის. როგორც ექიმი წამიყვანეთ მე. კი ბატონო, მაგრამ რა. რა თუ ტვინის შერყევები ხო არის? ბევრია და ექიმებიც ყავს სასტრაფოც. ხო და მეც წამიყვანეთ. მოჩხუბარი ექიმი. არა, მინდა მოჩხუბარი ექიმი. არ მინდა მე ბრძოლს როცემე და შენ რო ამატი. სუდად იჩხუბე. სუდად იჩხუბე. რატო გამიმაზებს? მე წამიყვანეთ, მე ტომოგრაფიას გადაუღებ წინანდლის 9 მეტრო 300 არაგველები, მოდით მოუშარდავები. ახუსებ ჩემი რეკლამა. კი ბატონო. ხო, და გამას მებრძოლებისთვის უფასოდ, ხო? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ხო და ტომოგრაფიას გადაუღებ ვინმეს დაზიანება. თავდაჯერებულად ჩავომართ. არა. აჰა, შეგენაცვალი. ძალიან მაგარი ისტორია გამახსენდა ზალას პირველ ბრძოლაზე. ხო. ხო, ორჯერ იჩხუბა. და ეს არა, რა ორჯერ? სამჯერ იჩხუბა. სამჯერ. გზალა, გამას მებრძოლი. ხო და ესე იგი პირველ ბრძოლაში ადვილად მოიგერია მეტოქე, მეორე ბრძოლა სერიოზული გამართა ზალა ოთო ლეტო, ეგეთ პერსონაჟი შეიძლება ითქვას. თუ იცით და ესე იგი მაგრა იჩხუბეს რა, ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, სამივე რაუნდი იჩხუბეს თან, ცოტა გადავხევ თემიდან. პროფ სპორტსმენებისთვისაც ძალიან უცნაური და უცხოა გამას 3 რაუნდი, ანუ MMA-ის 3 რაუნდი, MMA-ის მებრძოლს მეტად ადვილად შეუძლია იბრძოლოს 5 წუთიანი რომელიც არის რაუნდი. ვიდრე გამას 2 წუთიანი 3 რაუნდი, იმიტომ რომ სულ სხვა ტემპია. გასაგებია. და სულ სხვა ჯაჯგური მიდის და მით უმეტეს ზალა და ოთოს, აი რავი რა, გადაიღალნენ ბიჭები, ძალიან ცუდად იყვნენ და აი ფეხზე ვეღარ იდგნენ რა, ბრძოლა რო დამთავრდა. და სულ მცირე უპირატესობით ზალა მოიგო და ეს გადაეხვიენ უკვე რაღაც ძმობა ჩხუბის მერე და რამე და ზალა ეუბნება ციტირებ წამოში ჩემა სასტრაფოში მივიდეთ ხა გული არ გაგვიჩერდეს ან რამე და ას მივიდნენ ხო გადახვეულები და რამე და ჩაჯდა ზალა ეს სასტრაფოში და ლეტოს ეუბნება აგერ ძმაო დაჯექიო დაუთმოთ წამოწექი ძმა და რამე და უცბა ტელეფონი გააძრო და შეხედეთ ეს ნაბო როგორც
ფეხზე ვეღარ დგას. კარგი. კიდევ ერთი თამაში მაქვს შენთვის. ეხლა ამოვა ფოტო და შენ აი შენებურად უნდა გამოვაცხადო ან დაახასიათო მათი შესაძლებლობები რა. რიგნეიმიც ხوار მიცი. მე თუნდაც არ ვიცი. ხო, აი როგორ ჩათვი საჭიროდ. სიმართლეს გეუბნები, მე თუნდაც არ ვიცი. ვისი ფოტო ამოვა, რა მოიფიქრეს ამ გველაძუა სცენარისტებმა. აბა გაუშვათ პირველი ფოტო. აჰა. ოჰო. მარცხენა კუთხეში. შეიხების ფალავანი. მესი. მისი მეტოქე. დედიკოს საყვარელი ვაჟიშვილი. წავა. კაია. პორტუგალიის მთავარი იმედი. რონალდო. შვენიერი. ამათი ჭუბი როგორ დამთავრდება ნეტა? არის ჭუბებიან თავს რა ვიცი. აგინებენ და გაიქცევენ. ბრძოლას ჩაშლიან, ვინმე დაინტრავმება. შემდეგი ამათ ჭუბში ამათი დამსახურება შეიძლება იყოს გამას აზრი. იმდენი ურტყეს ჩემ ბავშვობაში ერთმანეთს. ესე იგი, ფისუნია გატა. ჯერ შავი კუთხე უნდა გამოვაცხადო, მერე თეთრი. შავი კუთხე. დედა თაგვი. იმიტომ რომ მაგარი ვერ ვიტანდი ბავშვობაში ამ თავს. ხო, მაგარი მატყუ არა სახე. ო, რებს უკეთებდა საწყალი კატა. თან გოგოა, ბიჭია ვერ გაარკვე. პირველი ტრანსგენდერი თაგვი. სად მიყავდა დისნეის? ჯერი. და აი ამის ტომის რა ქვია პატრონი მარტო ფეხებს რა გვაჩენდნენ ხო ავი ჩემი ფეხების ფეხებ პატრონა პატრონ ფეხება ბოღმით ახსავსე კატა ტომი მიაუ ბოლოში მიაუი შემდეგი ეხა არ ვიცი ესენი ვინ არიან ესენი ვინ არიან და მია ხალიფა და ჯონი სინსი ხო რას მოღვაწეობენ უბრალოდ მია ხალიფა არის ასტროფიზიკოსი ხო არაბები ასტროფიზიკაში თავიდანვე ჯონი სინსი არის გეოფიზიკოსი და ექიმი არის როგორც ეთქობა ეს დებიუტანტები არიან გამასწავლებლად არ ვიცნობ ესე იგი მებრძოლი შავ კუთხეში ეს გაპარსულია ქაშკარად მარშრუტკის შოფერივით არა წარბები ვისა ბიჭსა მია ხალიფას ხო რა თან ვერაფრით გამოარჩევ უბრალოდ მია ხალიფა მია ხალიფას მია ხალიფას მია და ყველა პროფესიაში წარმატებული უბრალოდ უთმო ჯონი სინსი ექიმი პოლიციელი ამ პროფესიაში წარმატებულია და თურქეთში ერთხელ როგორ ვერ ჩავიდა კაცო რა ვიცი მოგლეთ გიორგი ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი წარმატებას უსურვებთ ჩვენ გამას გულშემატკივრები ვართ თანამშრომლობთ ანუ თქვენთან ხშირად მოდიან მებრძოლებიც ახლა წამყვანიც გვიხარია თქვენ ჩვენს გეწვევით აუცილებლად ოღონდ როგორც მაყურებელი გეხვეწები ყველაფერი პატარ-პატარა ნაბიჯებით აი 60 წლის რო გავხდები მე ვიჩხუბებ
სენიორებში. კი ბატონო. გააქვთ სენიორების ჯგუფი. Master 5 გამო. Master 5, ხო? ჯიუჯიტსუს წესებით თუ იმას. მოკლედ გამას უმაგრესი წამყვანი გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.